პირველ რიგში რომ განვმარტოთ საპარლამენტო კომისია უნდა ყოფილიყო უპირველესად ეს ქრონოლოგიურად რო გავიხსენოთ, როდესაც კობახიძემ ეს თემა დაანონსა, მაშინ პირველი ანონსი გაკეთდა რომ პარლამენტში უნდა შექმნილიყო. მით უმეტეს ახლა რაღაც მიდევნებული ლამპარივით რა უნდა ქნას საპარლამენტო კომისია. ესეც ამაშია ზუსტად საქმე, რომ შემდეგ როგორც ჩანს ეს თემა იმდენად აქტუალური, კიდევ უფრო მეტი აქტუალობა შეიძინა მათთვის, მათი პროპაგანდისთვის. და ახლა აბრუნებენ პარლამენტში, როდესაც პირიქით უნდა ყოფილიყო. მაშინ ახლა მოგახსენებათ საგაზაფხულო სესია მომდევნო კვირას იხსნება, სამთებერვალოს იხსნება და შესაბამისად მთავრობამ ნაადრევად, ასე ვთქვათ, ჩათვალა საჭიროდ ამ თემაზე რეაგირება. თუმცა ეს ჩვენი შეფასებით მხოლოდ ფასადური დამოკიდებულებაა, ამით ფასების შემცირება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს თვლით რომ ფასები მაღალია და ფასები უნდა შემცირდეს, მაგრამ ამ მიდგომით ფასების შემცირება ნაკლებად სავარაუდოა. ყოველ შემთხვევაში ეს ასეც რომ მოხდეს, ამას ექნება მოკლევადიანი ეფექტი და არაგრძელვადიანი ეფექტი. ხა რატომ არის პარლამენტი მნიშვნელოვანი? ამ შემთხვევაში თქვენ იცით, რომ ჩვენ ჯერ კიდევ წინა სესიაზე გვქონდა, მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც ორი თვე მოგვიწია პარლამენტში მუშაობა ჯერჯერობით, გვქონდა ეს ინიციატივა, ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა მინიმალური ხელფასის დაწესების შესახებ, 1000 ლარიანი მინიმალური ხელფასის დაწესების შესახებ, რაც უმნიშვნელოვანესი ინიციატივაა, რომელიც გადადო ოცნებამ გაურკვეველი ვადით და ჩვენი მთავარი წინაპირობა ამ კომისიაში მუშაობის იქნება სწორედ ის, რომ ეს კანონპროექტი კანონად იქცეს, რაც შეიძლება მალე, იმიტომ რომ თუ ოცნება სურს და რეალურად თუ ამაზე თანხმობა არ იქნება, არა, კომისიაში ნებისმიერ შემთხვევაში მიიღოთ მონაწილეობას, მაგრამ ჩვენ ამ თემას ერთიანად ვუყურებთ. ხარ შეიძლება ერთის მხრივ თითქოს იბრძოდე რაღაც მაღალი ფასებისგან ხალხის დასაცავად და მეორეს მხრივ ხალხს ქვეყანაში იყოს ასობით ათასი ადამიანი, რომელსაც მაგალითად 500 ლარზე ნაკლები აქვს. ანაზღაურება და სხვათა შორის პარადოქსია, რომ ყველაზე ნაკლებად ანაზღაურებად ხალხი მასობრივად მუშაობს სწორედაც რომ აი ამ სავაჭრო ქსელებში. აი მეგრეთ წოდებულ ოპერატორებს ყველაზე დაბალი ხელფასი აქვთ და როდესაც ახლა ხალხმა ნახვა და ბოლო-ბოლო გაიგო რომ ეს კომპანიები ზემოგებაზე მუშაობენ, გასაგებია რომ პირიქით არანაირ ბიზნესში ჩარევად ეს ვერ შეფასდება უგულისხმობ 1000 ლარიანი მინიმალური ხელფასის დაწესებას, რომ არ შეიძლება ესეთ ასე ვთქვათ ექსპლუატაციას უწევდე ადამიანებს და თუმცა ის ფაქტი ელემენტარული ასე ვთქვათ სახელმწიფო მინიმუმი არ ქონდა. სამთავრობო კომისიის მუშაობაზე რა სიტყვით, იმიტომ რომ ის ფაქტი რომ სუსის თანხლებით ხდება მთელი ეს პროცესი, მოკვლევა ამ ფასებთან დაკავშირებით, მათ მიმართ ვთქვათ ლოიალურად განწყობილი ბიზნესმენებისთვისაც აი მოსაწონი არ არის როგორც მინიმუმ ამ ფრაზით. რა თქმა უნდა არ იქნება მოსაწონი ხა ფას სუსი, ხა გასაგებია რომ ბელორუსიასგან უკვე ბევრი რამ აღარ განგვასხოვებს ხა გავცელდა მაშინ ცნობილი ვიდეო ხო ლუკაშენკოს რომელიც ავალებს კონკრეტულ დღეიდან ფასების ასე ვთქვათ შემცირებას და ეხლა სუს არაფერი ესაქმება ხო მოდი ვთქვათ ფასების შემცირებასთან. ფასების შემცირებასთან ესაქმება კიდევ მეორე პასუხისმგებლიან პოლიტიკას, რომელიც ითვალისწინებს მათ შორის ღირსეულ ანაზღაურებას, ღირსეულ პენსიას, სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას, ინფლაციაზე პასუხისმგებლობას, ადგილობრივი წარმოების ხარდაჭერას დიანა. იმიტომ რომ ახლა თქვენ მოგეხსენებათ ხო როგორ შეიძლება ერთი და იგივე პირობებში იყოს იმპორტირებული პროდუქცია და ადგილობრივი წარმოება, როდესაც 80%-ზე მეტი პროდუქციის მაღაზიაში ჩვენ რო შევდივართ, არის იმპორტირებული, ხო? და ამ დროს საქართველოს აქვს რესურსი, რომ ამ პროდუქტების ნახევარზე მეტი იწარმოებოდეს თუ ყველა არა საქართველოში. ასე რომ ძალიან სრულფასოვანი კომპლექსური საკითხია და კომპლექსური მიდგომა ჭირდება და ჩვენი როლი იქ იქნება სწორედ ის, რომ ოცნებას არ მიცეთ საშუალება საკუთარი პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოიყენოს. ფასებს ვერ შეამცირებს კიდევ ვიმეორებ თუ ამის პარალელურად არ მოხდება ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება. მათ შორის მინიმალური ხელფასით, შედარებით ასე ვთქვათ, ადეკვატური ანაზღაურებით და იგივე პენსიით. კი ბატონო, ფასებთან ერთად დღეს იყო დაკავება კიდევ ერთი მაღალჩინოსნის, ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, დღეს რამდენიმე გამოხმაურება ვნახე, ფაქტობრივად ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომლებიც ვთქვათ არ არიან ოცნებასთან ერთად, თქვათ, არც ერთ სხვა პლატფორმაზე წარმოდგენილი სოციალური ქსელიდან ეკომაგებიან ამ პროცესს, აკომენტირებენ, რომ ეს ფაქტობრივად ჩვენ თვალს ვადევნებთ 13 წლიანი ძარცვის ქრონიკას, სადაც მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ ჩართულები. აი ეს კონკრეტული დაკავება თქვენთვის რა ნიშანია, რა იცით და რა შეგიძლიათ მოგვიყვეთ ამ კონტექსტში? შორის ეს ორივე თემა დიანა, კორუფციასთან ეგრეთ წოდებული ფასადური ბრძოლა, ახლავე დავარქვათ თავის სახელი და იგივე ფასებთან ასევე ეგრეთ წოდებული ბრძოლა არის ერთმანეთთან პირდაპირ დაკავშირებული. და გეტყვით რატომაც. აი მაგალითად გაზრდილი ფასები ხა 13 წლიანი პერიოდი ახსენეთ თქვენ. ამ 13 წლის განმავლობაში რაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს
პროდუქტში, პირველადი მოხმარების პროდუქტში, კონკრეტულად საკვე-პროდუქტში, ხა აღარ ვსაუბრობ ნავთობპროდუქტებზე, ელექტროენერგიაზე, მედიკამენტებზე და ასე შემდეგ. აქვს გადახდილი, ეს მაღალი ფასი დიდწილად განპირობებული იყო იქიდან, რომ ჩვენ ვიხდიდით პარტია ქართული ოცნების ერთგვარ ბეგარას. იმიტომ რომ თქვენ იცით ასეთი პოლიტიკური ფასნამატი თქვა ეს პოლიტიკური ფასნამატი. კი ბატონო, კარგი ტერმინი გაიხსენეთ, ახლა კობახიძემ ჩამოთვალა ყველა შესაძლო ასე ვთქვათ ფაქტორი ფასნამატის, მათ შორის ბევრიც აბსურდული, მაგრამ თავარი, რა თქმა უნდა, არ თქვა და ერთ-ერთი თავარი არის პოლიტიკური ბეგარა, ასე ვთქვათ, მე ახალ წლამდე ჯერ კერძ ვიდეოს ჩავწერე და ხარკი დავარქვი, ამას გნებავთ ხარკი, გნებავთ ბეგარა, რასაც ჩვენი მოქალაქეების ჯიბიდან იღებს ბიზნესი, რომელიც იძულებულია, რომ ქართულ ოცნებას როგორც პარტიას შესწიროს მილიონობით ლარი. და თავად კალაძის განცხადება მინდა გაგახსენოთ, რომელმაც თქვა, რომ რა გიკვირთვა, რომ ბიზნესის 99% ქართული ოცნების შემომწირველია, მათ მოსწონთ ჩვენი პოლიტიკა და ამიტომ მათი 99% ჩვენი შემომწირველიაო და მაშინ მე მგონი ლოგიკურად შეგვიძლია დავასკვნათ. ხელისუფლების დროს პრობლემა გქონდათ მათო და ჩვენი ხელისუფლების დროს ახლა 7 არიან, თავისუფლად არიან და ამის გამო ისინი ხო და ამ ეგრეთ წოდებულ სიმშვიდეში ისინი არიან იძულებული, რომ ჩვენივე მოქალაქეების ჯიბეებიდან ამოიღონ ფული და მე ეს ფული შესწირონ ქართულ ოცნებას. შეწირულობა ბეგარა, რაზეც თქვენ ლაპარაკობთ, თუ თავად ამ ფასში, ანუ სად იგულისხმება შეწირვის პარტიული შეწირვის სახით, შეწირულობის სახით, ასე ვთქვათ, უბრუნებდა უკან ბიზნესი. ბატონო, აი უბრუნებდა ესეც კარგი ერთგვარი кэшბექი, ასე ვთქვათ, кэшბექია, პოლიტიკური кэшბექი გამოდის, ხო? ანუ პარტია ქართული ოცნების სასარგებლოდ განხორციელებული, აი და ეს ფული საიდან მოდის, ახლა თქვენ რა გონიათ? ეს რა თქმა უნდა არის ის ფასნამატი თუ არ გაქვს, შესაბამისად არ გაქვს სათანადო მოგება და ხა ამ ხელამოგებაც არ გაქვს, რომ მე ასობით 1000 ლარი თუ მილიონები არა გაიმეტო, ასე ვთქვათ, ოცნებისთვის, რომელიც ფაქტობრივად არის შენი მფარველი, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში წარმოიდგინეთ თვალს ხუჭავდა აი ყოველგვარ ასეთ ფასნამატზე ეს კიდევ ყველაზე პატიოსანი ასე ვთქვათ მიმართულებაა თუ რომ გაცილებით დიდი დანაშაულებია და ამაზე შეგვიძლია ვისაუბროთ მაგრამ აი ამიტომ თუ ოფიციალურად სწირავ ეს კორუფციულ გარიგებად შეიძლება არ ნიშნავს, რა თქმა უნდა არ ნიშნავს, ჯერ ეგერთი აქ არის ოფიციალური შემოწირულობები და არაოფიციალური შემოწირულობები. გაცილებით მაღალია არაოფიციალური და ეხლა ეს ხალხი ვინც არის ამ სავაჭრო მსხვილი სავაჭრო ქსელების დამფუძნებლები, რა თქმა უნდა ყველანი არიან დაკავშირებული. მა იყო წინა პრემიერსა და ვთქვათ ამ ბიზნესმენებს შორის და ეხლა კობახიძე ცდილობს ამ კავშირების გაწყვეტას თუ გადმოწყობას ახალ რელსებზე ზოგის იმდენად შერწყმულია დიანა ეს სისტემა ერთმანეთთან რომ ეხლა ეს ერთ-ერთი კონკრეტული პრემიერის ამ შემთხვევაში ღარიბაშვილს გულისხმობ გასაგებია მისი გარემოცვით ვერ შემოიფარგლება. თქვენ მაგალითად იცით ეს ინფორმაცია რომ თავად სახელმწიფო ერთ-ერთი ამ ქსელის მეწილები, მე არტივად რო თქვა მოქალაქეებისთვის გასაგებად, იცით რომ ქსელზე მაქვს საუბარი ნიკორა საპენსიო ფონდი რომ შეიქმნა, იცით რომ ჩვენ მოქალაქეები ვიხდით ამ ჩვენს შენატანებს იმისთვის რომ მათ გქონდეთ ჩვენ ყველას გქონდეს რაღაც ღირსეული პენსია თავის დროზე, აი ეს ინვესტიცია ერთ-ერთი მიმართულება იყო ნიკორა. და ანუ წარმოიდგინეთ, ანუ მაშინ მისაღები იყო ნიკორა როგორც მომგებიანი, კომერციულად მომგებიანი ეს ვთქვათ ორგანიზაცია და დღეს თურმე მათი მოგებები ვიღაცას თვალში აღარ მოსდის, ხო? ანუ ეს თუნდაც ეს მაგალითიც ადასტურებს რა იყო რეალობა, ხო? ამიტომ ამბობ, აი ეს პოლიტიკური ბეგარა და ჩვენ ამ საკითხს დავაყენებთ, რა თქმა უნდა. ეს პოლიტიკური ბეგარის აი ხარკის გადახდა თუ ოცნებას მართლაც სურს, ახლა ჩვენ ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ჩვენი მთავარი мотиваცია არის რომ მართლაც მოგვარდეს ეს პრობლემა მართლა გადაიჭრას, მაგრამ არა ისე როგორც ოცნებას სურს. ხა ერთის მხრივ ეს მინიმალური ხელფასი დაგვიბლოკონ და მეორეს მხრივ ხა ხალხი დააჯერონ რომ თითქოს ფასების შემცირებისთვის იბრძვიან, ესე არ გამოვა. ჩვენ ამას არ დაუშვებთ. მინიმალური ხელფასი ასეთი და ფიქსირება როცა იქნება შემდეგ ვთქვათ ბიუჯეტი უნდა გადაეწყოს ამაზე ანუ არაფერი გადაწყობა არ არის საჭირო, ეს საუბარია კერძო სექტორზეც და საჯარო სექტორზეც, რა? ანუ არის დიდი ასეთი გზამკვლევი როცა იქნება ჩაწერილი. ნუ ყველა ქვეყანაში ასეა, ხო? ანუ არსებობს რაღაცა მინიმალური ტარიფი, რომელზე ნაკლების გადახდის უფლება თქვენს დამქირავებელს მაგალითად ევროპაში არ აქვს, ხო? ეს ცნობილი აპრობირებული პრაქტიკა ხა და 1000 ლარიც არ არის ახლა ის ანაზღაურება, რომელიც რაღაცა განსაკუთრებულ ტვირთად შეიძლება დააწოს ბიზნესს, რომელიც როგორც ხედავთ აქ როგორც ხედავთ აქ
არა იქნება რა თქმა უნდა, მაგრამ ხა მეტი ჩარევა რაღა უნდა იყოს ბიზნესში, მთლად სუსია. შევარდნილი და ლამის იმის რა ქვია, ტომატის და არაჟნის და მაწვნის ფასებს უთulis და ეხლა რა პრობლემა უნდა იყოს, რომ დავუშვათ ჩვენ დავაწესოთ მინიმალური ხელფასი, რომელიც უზრუნველყოფს მეტნაკლებად ღირსეულ ანაზღაურებას ადამიანებს. ხომ ახლა დღეს იქ ამ მარკეტებში ახალგაზრდები, განსაკუთრებით სტუდენტები, რომელსაც ჭირდებათ ხო, ანუ რაღაც ელემენტარული შემოსავალი, სწავლის ფული გადაიხადონ, ბინის ქირის და ასე შემდეგ, 400 ლარზე და 500 ლარზე ღამეებს ათენებენ და ეხლა ის მაინც უნდა იყოს შესაძლებელი ამ ქვეყანაში, რომ ეს ელემენტარული 1000 ლარი კი ბატონო, კიდევ ერთ თემას მინდა ხო, ეს არის დებატები, სადმე ეს თქვა თუ შეგეხმიანენ, თუ გაგვთ განცდა, სად შეიძლება შედგეს ეს დებატები, თქვენი გუნდი მოიაზრება თუ არა თქვათ მხარე და დებატებში. არანაირი პირადი ასე ვთქვათ საუბრები არ ყოფილა, გარდა საჯარო კომუნიკაციისა, თქვენ იცით ჩვენი პოზიცია, ჩვენ პარლამენტში ვართ და იქაც ყოველდღიურ რეჟიმში, როდესაც სესია მიმდინარეობს, გვაქვს დებატი ოცნებასთან და ვიბრძვით ასე ვთქვათ მათი პროპაგანდის წინააღმდეგ და ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივებით ვცდილობთ, რომ რაღაცა ერთგვარი ბალანსი შევიტანოთ იმ იმიტომ რომ ოცნების ყველა ნაბიჯი არის პროპაგანდისტური, ხო? ძალიან იშვიათად ეს ემსახურებოდეს რაღაც რეალურ მიზნებს. თქვენ გაქვთ ძალობა იყოთ ამ დებატებში წარმოდგენილნი, უბრალოდ არ გაქვთ ჯერ არსაიდან მიწვევა, იმიტომ რომ უკვე ჩანს შთაბეჭდილება, რომ უკვე რაღაც ფორმატებზე მიდის მუშაობა და რაღაც ტიპის დიანა, ჩვენ პირველ რიგში ველოდებით მათთვის მზა რეცეპტი არსებობს ალბათ, სად და როგორ შედგება ეს. ახლა ჩვენ როგორ უნდა გვასწავლოს ოცნებამ რა მნიშვნელობა აქვს დებატებს, ახლა რომ გამოდიან და ახლა რომ საუბრობენ, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს დებატებს დემოკრატიული პროცესში. ზოგადად გვაქვს ზაობა რა თქმა უნდა და აქამდეც არაერთხელ გამოგვიწევია ოცნება დებატებში. თქვენ გახსოვთ ეს და პარლამენტში ვართ დებატებში. ჯერჯერობით კონკრეტულად არა ეს შეხმიანება. ეს თქვენთვის რა ტიპის სიგნალია, რომ რაღაც ახალი პოლიტიკის ნიშნად შეიძლება მიიჩნიოთ ოცნების მხრიდან რაღაც დებატებზე საუბრის დაწყება. ფაქტია, რომ რაღაც განსაკუთრებული მზაკრული ჩანაფიქრი აქვს ოცნებას. ხო, ახლა რაღაც კეთილშობილური მიზანი ოცნებას. ვითარების ნორმალიზება, რა უნდა, აი მზაკრობა შეიძლება ახლა ჩაიფიქრონ. არ ვიცი, მეტი რაღაცა განსაკუთრებით საკუთარი და რამე თუ წინ წავალ. განსაკუთრებით საკუთარი, ასე ვთქვათ, მართული და მათ ქოლგის ქვეშ არსებული ეგრეთ წოდებული ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წინ წამოწევა მაგალითად და ვინ არის ეს ქოლგის ქვეშ? ვიღაცებ თქვენს ქოლგის ქვეშ ჩვენ ქოლგის ქვეშ როგორ შეიძლება ჩავყავოთ პარლამენტში რომ შეხვედრით, აი ზუსტად ქოლგის. მე მგონი ეს ფურცელი გადაფურცულია უკვე, ხა არ მგონი ხა ეს კიდევ სერიოზული განხილვის საგანი იყოს, მაგრამ ნახეთ, ანუ პარლამენტშიც ორი პარტია, თქვენ პარლამენტს გონით, რამდენიც გნებავთ ხო? რა ვიცი, ნეიტრალური საქართველოს მაგალითად. პარლამენტს გარეთ, პარლამენტში ხალხის ზალა და ევროპელი სოციალისტები და ანუ მათთან დებატებს ახლა გაასაღებენ, ფიქრობთ რომ ეხლა ამხელა სტატუსი იმიტომ დაწერა კობახიძემ, რომ ბოლოს ხალხის ზალას ედებატონ? ყველაფერი მოსალოდნელია. ნუ არ გამოურიცხავ რომ იგივე ნაციონალური მოზრაობა ასე წარმოდგენა კონდეს საზოგადოებაზე რომ ეს ნახოთ ახლა ნუ აი რუსთავი ორი ის განცხადება იყო ხო გუშინ თუ არ ვცდებით და ახლა ნუ იქ იგივე მაგალითად ნაციონალური მოძრაობისთვის ისედაც ღია იყო ამ ტელეკომპანიის კარი და არასდროს პრობლემა არ ქონია ამ კონკრეტულ პარტიას იქ საკმაოდ დიდი დოზით ყოფილიყო წარმოდგენილი მათ შორის ჩვენგან განსხვავებით ხო და ახლა ასე რომ ნახოთ ჩვენ ჯერჯერობით ველოდებით კონკრეტულ ფორმატს თუ ეს იქნება რეალური დებატი მართლაც ისეთი რომელიც საშუალებას მოგცემს რომ ჩვენ სიმართლე მივიტანოთ საზოგადოებამდე ამაზე ვარს არ ვიტყვით იმიტომ რომ ჯერ პარლამენტშიც კი ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება საპარლამენტო მუშაობის სწორედ დებატი გახლავთ და ჩვენ გვაქვს იქ ინტერპელაციის ფორმატი და ძალიან აქტიური საგაზაფხულო სესია გველოდება მინდა დაგიანონსოთ ჩვენი გუნდის მხრიდან და ასე რომ დებატებს ოცნებას ჩვენ არც პარლამენტში მოვაკლებთ და ხა ტელევიზიებს რაც შეეხება ველოდებით კონკრეტულ შემოთავაზებას. ნახოთ როგორ წავა ეს პროცესი. მადლობა გიორგის.